მეგობრებო, დღეს როგორც იქნა განაცხადა ტრამპმა, რომ it's not my war. ანუ ეს არ არისო ჩემი ომიო და ამ განცხადებას მე პირადად დიდხანს ველოდი. თითქმის სამი თვე, ანუ რაც იგი ოფიციალურად შეუდგა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ფუნქციის შესრულებას. აქამდე ირიბად თუ პირდაპირ სხვადასხვა თავის მოქმედებებით მიანიშნებდა თელ სოფლიოს, რომ ბუნებრივია მას სურდა რუსეთ-უკრაინის ომის დაამთავრება, თუმცა ეს არ იყო მისი პრიორიტეტი. და სხვადასხვა გზებით თითქოს ირიდებდა ნაწილ პასუხისგებლობას, თითქოს პერიოდულად სურდა, რომ ერთგვარად განზე გამდგარიყო და გადაებარებინა ეს მთელი პროცესი ევროპისთვის და მეტნაკლებად ლავირებდა. ველოდი ამ განცხადებას და როგორც იქნა თქვა, რომ ეს არ არის ჩემი ომი, ეს ბაიდენის ომიო, ესე პერსონიფიცირებულად წარმორთქვა და დანაშაულა ყოფილი პრეზიდენტი და მე მხოლოდ მედიატორი ვარო და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ეს სიტუაცია დავანეიტრალო, ანუ გულისხმობდა იმას, რომ მშვიდობას დავამყარებ რუსეთსა და უკრაინის შორისო. ესე იგი, მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთ დღეში 24 საათში და ასე შემდეგ, იყო წმინდა წყლის PR ნაბიჯები, PR განცხადებები. პრინციპში თვითონაც აღარ დაუმალავს ეს და თქვა, რომ ეს ერთგვარი ესეთი პოლიტიკური რიტორიკა იყო იმ პერიოდისთვის შესაფერისი და მისგან მოსალოდნელი. რახან ეს განაცხადა ფაქტობრივად აი ამ მომენტიდან მე ველი უფრო დისტანცირებას ამ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან და ალბათ ასეც იქნება. ეს არ კიდევ ერთხელ მინდა გამარტო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ესე იგი რუსეთის ამერიკული ჯარები ესე იგი ერთ დღეში აიბარგება და ევროპას დატოვებს, ან პოლონეთიდან უცებ ერთჯერზე გავლენ, თუმცა ეს პროცესი დაწყებულია უკვე, ადრეც გითხარით, რომ გერმანიიდან 30000 ჯარისკაცის 30000 კაციანი კონტინგენტის გადაყვანა სურს უნგრეთში, ეს ბუნებრივი ერთ დღეში არ ხდება და ეს დროში უნდა გაიწელოს. ეხლა ბოლო ინფორმაციით პოლონეთიდან აპირებს გარკვეული კონტინგენტის გაყვანას საჯარისო ნაწილების, როგორც ჟეშუვიდან, ანუ გამტარი პუნქტიდან, ასევე იქვე მდებარე სარეზერვო ბაზებიდან და ეს განაცხადა იმიტომ, რომ ცოტა არ იყოს გამოუვალ მდგომარეობაშია. ალბათ ეგონა, რომ დაუშვათ რუსეთს თუ ვერა უკრაინას მაინც დაიყოლიებდა და რუსეთზე ალბათ აქცენტი არც ჰქონდა. რუსეთი ყავდა როგორც პარტნიორი, როგორც მოლაპარაკების ობიექტი და არ სურდა რუსეთთან არც ურთიერთობის გაფუჭება, არც არაფერი ამდაგვარი. და აი ამ კონფლიქტის გადაწყვეტას როგორც ჩანს აპირებდა უკრაინის ხარჯზე. და არც არის გასაკვირი, ახლა უკრაინა იქნება მაინც შესაწირი ბატკანი ამ სიტუაციაში და ასეც არის, მაგრამ ის აუცრება უკრაინული მხარე კერკეტი კაკალი გამოდგა, ოღონდ უკრაინელების საუბედუროდ, იმიტომ რომ შედეგი არ გამოაქვს. უბრალოდ ხელს არ აწერენ არაფერზე, ისიც არ იკმარა ზელენსკიმ და CBS-ზე 60 წუთი არის ესეთი გადაცემა. მე მგონი რაღაც 1 საათიანი ქრონომეტრაჟით გადიოდა და მოკლედ არ დაიშურა ენერგია და ჭერმეტყველება და გაიარ გამოიარა ტრამპის პიროვნებას. ასე შეიძლება თამამად ითქვას და მის რეპუტაციაზე პლუს. შესაბამისად ამას მოყვა ტრამპის რეაქცია და უფრო და უფრო ხდება ტრამპი, რომ უკრაინას ვერ იყოლიებს, დაიყოლიებს საბოლოო ჯამში, მაგრამ მოუწევს ძიმე კატეგორიული ნაბიჯების გადადგომა
და რაც შეეხება რუსეთს, როგორც გითხარით, აქ მხოლოდ მოლაპარაკებით ცდილობს გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ვერანაირ სანქციას ვეღარ დაადებს, იმიტომ რომ აღარ დარჩა უბრალოდ სანქციების რაოდენობა, ერთადერთი თუ მაგალითად ესე ერთგვარი რუსული შავი ფლოტს თუ დაუშვათ ან დაბლოკავს, ან დაარტყავს. მე გულისხმობ ნავთობ გადამზიდავებს, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების რეგისტრაციით დაცურავენ და გადააქვთ ეს შავი ოქრო დანიშნულების ადგილას. ფაქტობრივად რითიც ავსებს რუსეთის ფედერაცია თავის ბიუჯეტს. სხვა დანარჩენთან ერთად, მაგრამ ძირითადი შემოსავალი ეს არის მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასი საკმაოდ დაიწია და ეხლა კონკრეტულ ფასს არ გეტყვით, იმიტომ რომ მერყეობს და შეიძლება არა აქტუალური გამოდგეს დღეს ამ ვიდეოს ჩავწერ და ხოლმე შეიძლება სხვა ფასი იყოს და $50 ფარგლებში იყო ბარელი 1-2 დღის წინ ესეთი რამეც მოხდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, რუსეთს ჭარბათა აქვს ეს ნედლეული და მოკლედ ყიდის და ყიდის. და იმას მოგახსენებდით, რომ ერთადერთი რა დარჩენია ტრამპს, რომ ეს ესე ვთქვათ, შავი ფლოტი ან დაუბლოკოს, ან დაუშვათ ერთი სამაგალითოდ დაუშვათ ჩაძიროს. არა პირდაპირ სარაკეტო დარტყმით, არამედ რაღაცნაირ გამომდინარე, ან დაუშვათ შეჯახებით, ან ევროპული ქვეყნები დაბლოკავენ და შემდეგ რაღაც კონფლიქტი მოხდება და ასე შემდეგ. მაგრამ ამასაც ტრამპის ადმინისტრაცია მოერიდება, იმიტომ რომ ეს უკვე კაზუსბელია და როგორც დღეს ქალაქ სუმში 2 ბალისტიკური რაკეტა ჩააგდეს და 50-60 ჯარისკაცთან ერთად იქ უამრავი მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა და 200-მდე მძიმედ დაჭრილია. აქედან გამომდინარე, ზუსტად ასეთივე წარმატებით იმ ქვეყნის მიმართ განახორციელებს მსგავს აგრესიას, ვინც ამას ჩაიდეს. ეს ჩვენზე კარგად ტრამპა იცის და აქედან გამომდინარე ვიტკოფი კარგად ჩვენთვის ნაცნობი, კარგი მომლაპარაკებელი. 2 დღის წინ ესე იგი ჩავიდა სანქტ-პეტერბურგში, ისე რომ არც მომხდარა ამის არც გაფრთხილება, საკმაოდ კონსპირატიულად გააკეთეს, იმიტომ რომ მედიაში არ გაჟონილა ოჯახ ტრამპის ადმინისტრაცია, იმიტომ რომ ბაიდენის შემთხვევაში ხდებოდა მსგავს სიტუაციებში ინფორმაციის გაჟონვა და ჩავიდა მოკლედ ვიტკოფი, მოელაპარაკა 4 საათნახევარი მიდიოდა მოლაპარაკება პუტინსა და ვიტკოფს შორის, განსაკუთრებულ რითი გამოირჩევა ეს მესამე მათი შეხვედრა იმით, რომ უკვე მედიაში აღარს დამალურა მათი შეხვედრაც აჩვენეს ხელის ჩამორთმევაც, მისალმებას და ასე შემდეგ და მოკლედ ლენინგრადის უკაცრავად სანქტ-პეტერბურგის ვოიაჟის შემდეგ ვიტკოფი გადაფრენდა უკვე ომანში და ომანში ზუსტად გადაფრენდა იმიტომ რომ ირანთან გაარკვიონ საბოლოოდ სიტუაცია. იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი იმუქრება რომ ირანზე მიიტანს შეტევას და ფაქტობრივად თავაზობს იმას რომ შეწყვეტოს ირანმა ბირთვული პროგრამა, სამაგიეროდ ამის სანაცვლოდ ამერიკელები მოუხსნიან სანქციებს, ანუ გაუთავისუფლებენ ირანის კუთვნილ გაყინულ ფინანსურ რესურსებს და ასე შემდეგ, მაგრამ ირანმა მშვენივრად იცის, რომ როგორც კი ის ბირთვულ პროგრამას დახურავს, მიუხედავად იმისა, რომ ის აცხადებს ირანი, რომ მას არ აქვს სამხედრო ბირთვული პროგრამა და ეს არის მშვიდობიანი ატომი, ამის ბუნებრივი არავის არ ჯერა და ირანი ამას არ დათმობს, იმიტომ რომ ეს ერთადერთი ბოლო კოზირია. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანს უბრალოდ დაშლიან. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ რაღაც პერიოდში ეს მოლაპარაკება გაჭიანურდეს. ტრამპს ბუნებრივი ასურს ომის გაჩაღება, მიუხედავად იმისა, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ მაქსიმალურად აწვება რომ ამერიკელებმა იერიში მიიტანონ ირანზე, გამომდინარე იქიდან, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუ ანუ ისრაელის სახელმწიფო აქედან თავის ბენეფიტს მიიღეს, მაგრამ ტრამპს ეს არ სურს, იმიტომ რომ ტრამპი გარდა პოლიტიკოსისა, უბრალოდ
ნაკლებად პოლიტიკოსია, უფრო მეტად საქმოსანია და უყურებს ყველაფერს, როგორც იტყვიან, ბიზნესის კუთხით და მას ომი არ სურს, იმიტომ რომ ის რეფორმები, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში წამოიწყო, ომი ზუსტად ამ პროგრამაში არანაირად არ ეწერება, მაგრამ არის გამოუვალი მდგომარეობა, სადაც შეიძლება მას მოუწიოს დაუშვათ სამხედრო ჩარევა. ექსპერტების ნაწილი ამ შემთხვევაში ორ ნაწილად იყოფა, ზოგი ამბობს, რომ გარდაუვალია, შეიძლება პირდაპირ ომი არ მოხდეს, მაგრამ პროქსი ძალებით, თუმცა მე ხა ვერ წარმომიდგენია პროქსი ძალებით, ისედაც ომობენ ხუსიტები ფაქტობრივად. ირანის პროქსი ძალებია და ეხლა იქ ამერიკელებიც ბომბავენ, შემდეგ ხუსიტები საიდანაც პოულობენ, ესე თქვა ზებგერით რაკეტებს და უშენენ შემდეგ ავიამზიდებს, ამბობენ რომ 1-2 დააზიანეს კიდეც და ეს ომი ისედაც მიმდინარეობს, ანუ აქედან გამომდინარე თუ კონფლიქტზე არის საუბარი, აქ იქნება კონფლიქტი უშუალოდ. და ტრამპს აქვს ეს გამოცდილება მის პირველ კადენციაში მან ერთ-ერთი აზიმ სულეიმანი უბრალოდ ესე არის უფრო მართებულად ფაქტობრივად პირადი ბრძანების ხარჯზე სარაკეტო დარტყმით გაანადგურა. ანუ საშუალებები ამერიკას რო აქვს ხა მაგაში ეჭვი არავის არ ეპარება, აქ არის ნება და პირველი კადენციიდან გამომდინარე იცის მან რომ ნებისმიერი საბრძოლო მოქმედება მის გლობალურ გეგმებს ამერიკის გადარჩენის და შეიძლება ამისი თქვას და ინდუსტრიული აღმასვლის ამ ყველაფერ პროცესს შეაჩერებს. ბუნებრივია არანაირ ომში ჩართვა არ უნდა. აქედან გამომდინარე, იმიტომაც ახსენა რომ უკრაინის ომზე რომ ეს ჩემი ომი არ არის, ამ შემთხვევაში ის აიგიავებს თავის თავს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და ბუნებრივია ამერიკას და ამბობს რომ ეს ამერიკის ომი არ არის. ან დაჯდებით მოელაპარაკებთ, ან მე გავიწევი და მე უამრავი საქმე მაქვს. და არაერთხელ მithქვამს ჩემს ვიდეოებში რომ შესაძლოა შეატოვოს ევროპას და აი მე ევროპას რა ელს ეხლა ცალკე საქმეა და ცალკე ამბავი ეგ მაგის ანალიზი ჯერ გადაწყვეტილება მიიღოს ტრამპმა და მე ევროპის პედიღბალზე ცალკე ვისაუბროთ. და მოკლედ ესეთი ამბებია. ტრამპი გაურბის ომს, მაგრამ არის სიტუაცია, როცა უბრალოდ გამოვალ მდგომარეობაში ჩავარდება. აქედან გამომდინარე ვითკოფი სანქტ-პეტერბურგის შეხვედრის შემდეგ, სადაც პუტინს ესაუბრა და როგორც ამბობენ რუსული მხარე და ამერიკელებიც იყო ნაყოფიერი საუბარი, ამის შემდეგ გადაფრინდა ომანში და ომანში პირდაპირ ირანელებს არ შეხვდნენ, იქაც გაითამაშეს ამერიკელებივით, როგორც არაბეთში გაითამაშეს ამერიკელებმა ეს shuttle diplomacy, ანუ ცალ-ცალკე ყავდათ კონფლიქტური მხარეები და ეს დადიოდნენ ოთახიდან ოთახში აგვარებდნენ ინფორმაცია მიქონდათ, რაღაც აემდაგვარი მოხდა ომანში. ირანელები და ამერიკელები იყვნენ დაშორიშირებული და ომანის წარმომადგენლები ერთი დღის განმავლობაში ცვლიდნენ ინფორმაციას და მოკლედ შემდეგ როცა დასრულდა ეს მოლაპარაკება თორმე ესე არის პროცედურულად რომ მე სადღაც ნეიტრალურ ზონაში ხვდებიან რა ან ხელშემოვარდნებენ ან რაღაცა 5 წუთიანი შეხვედრა აქვს უშუალო ესე იგი კონტაქტი ხდება და ამ კონტაქტის მერე ამერიკელებმა განაცხადეს რომ მათ იმედი აქვთ რომ ირანს დაიყოლიებენ ხოლო ირანის მხარემ განაცხადა რომ მათ სურთ მშვიდობა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ამერიკის ყველა წინაპირობას დათანხმდებიან. ანუ გამოკიდულია როგორც იტყვიან ცაში ეს სიტუაცია და არავინ იცის რა მოხდება. ალბათ უახლოეს 2 კვირაში. ტრამპსა გაცხადებული რომ რაღაც მაისის შუა რიცხვებამდე თუ შედეგი არ დაიდო და ირანელებისგან არ მიიღო ესე ვთქვათ შესაბამისი პასუხი, იგი გადავა კონკრეტულ ქმედებებზე. აქვე შეგახსენებთ, რომ ირანი არის
ენერგომატარებლების ძირითადი მიმწოდებელი ჩინეთისთვის, ეს გარდა რუსეთისა და ფაქტობრივად თუ ჩინეთმა ირანს ზურგი არ შეაქცია, ირანს პრინციპში შესწევს უნარი, რომ რაღაც პერიოდი გაუძალიანდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ჩინეთი იქიდან გამომდინარე, რომ თავის პრობლემები აქვს ამერიკელებთან, უბრალოდ რა ინტერესი უნდა კონდეს, რომ ირანელები მიატოვონ. პირიქით აწყობთ, რომ ამერიკელებს ირანთან დაძაბულობა კონდეს და ჩინეთი ამას ყველანაირად ხელს შეუწყობს. რომ აღარაფერი თქვათ რუსეთზე, იმიტომ რომ წინა ვიდეოში ჩემმა ნაცნობმა, დიდი ხნის ნაცნობმა კომენტებში დაწერა, რომ ირანთან შეტევის შემთხვევაში რუსები რას იზავენო და სწორი შენიშვნა იყო, რუსები რას იზავენ, ეს არავინ არ არის, იმიტომ რომ სტრატეგიული ხელშეკრულება აქვს, მე მგონი დადებული, უბრალოდ მე სტატუსი არ მახსოვს, როგორ არის ეს ხელშეკრულება, როგორი ფორმულირების არის, თუ სტრატეგიულია, ესე იგი რუსებს აქვს ვალდებულება აღებული, რომ თუ ირანზე გარე შეტევა მოხდება, რუსეთი ჩაერევიან ამა თუ იმ გზით, ეს არ ნიშნავს, რომ დაუშვათ რუსეთის ავიაცია იწევა და დაბომოს ამა თუ იმ ტერიტორიას, მაგრამ რუსები რო განზე არ დადგებიან, ესეც ფაქტია. აქ უცნაური ერთი რამ არის, რახან უკვე აღმოსავლეთზე გადავედით, რომ როცა ტრამპს ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ჰქონდა შეხვედრა, იქ ჟურნალისტებმა დაუსვეს ესეთი შეკითხვა მას ტრამპს, რომ რა სიტყოდა, როგორ შეაფასებდა ის თურქეთში მიმდინარე მოვლენებს, იცით ალბათ, რომ იქ არეულობა იყო, თუმცა ერდოღანმა დაარეგულირა სიტუაცია და ეხლა ფლობს სიტუაციას თავდაპირველად და აქ ესეთი უცნაური პასუხი გაცა, რომ ერდოღანი ჩემი მეგობარია, ხშირად ამბობს ამას სი ძინპინის მიმართ, პუტინზეც არაერთხელ აქ ნათქვა, მოკლედ ყველა მისი მეგობარია მსოფლიო ლიდერები და თქვა, რომ ერდოღანი არის მისი მეგობარი და მან სირიასთან დაკავშირებით გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. სხვათა შორის ეს ფრაზა მერე ბევრმა მედიამ თავის საიტებიდან ამოიღეს, მაგრამ ინტერნეტში ხომ იცით რა, არაფერი უკვალოდ არ ქრება. მაინც იდო ეს ინფორმაციები ხან ბეჭდურად, ხან უბრალოდ სლოგანად ამოღებული სტატიის თავში, რაღაც headline-ად. და ამით ფაქტობრივად ერდოღანის ქმედება სირიაში ბეჭედი დაუსვა, გაამართლა მისი ეს ქმედებები. ერდოღანსაც რა უნდოდა და ეს უკვე ესე იგი დასრულებისკენ იყო თურქეთში და არეულობა და ტრამპის ეს განცხადებას დაემატა და ჯერჯერობით თურქეთში მშვიდობას რას გულისხმობ? ისევ ერდოღანია და ისევ თავის პოლიტიკას აწვევა. აი ესეთი უცნაური განცხადება გააკეთა ჩვენმა დონალდმა. და აქ ეხლა ესე თქვათ რეზუმეთ, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ის, რომ უბრალოდ კიდევ ერთხელ ვიტყვი და ალბათ მრავალჯერ კიდევ მომავალში, რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ის, რომ საქართველო არის ისეთ მდგომარეობაში, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც ერთ მედიაში, არც ერთ დიდ პოლიტიკურ განხილვაში ჩვენი ქვეყანა არც კი სახელდება. ანუ მაქსიმალურად სახელმწიფო საქართველოს ხელისუფლება ცდილობს და ჯერჯერობით გამოსდის წარმატებით, რომ დღის თემიდან გასულია. მე კონკრეტულ თემებს ლაპარაკობ თორე ხა ეკონომიკური მიმოსვლა და რაღაცა კავშირების დამყარება ეს სხვა რამეა. მე ვამბობ კონფლიქტურ სიტუაციებს, რომ გაერიდა სახელმწიფო. თუ არ ჩავთვლით ევროპელ დიპლომატებს და პოლიტიკოსებს, რომლებიც არ იშლიან თავისას და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ რაღაც შიდა სიტუაცია არიონ. არ ვიცი ხა ამერიკელების გარეშე რა გამოვოთ, მე
ვერ წარმომიდგენია. მით უმეტეს ნათელი მაგალითი არის ალბათ ისიც საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარეული გარე დიპლომატებისა ის რომ უკრაინიდან ამერიკელებმა ელჩი გაიწვიეს და ახალ ელჩს მიავლენენ, იმიტომ რომ პოლიტიკის გადატვირთვას ახორციელებენ. საქართველოს შემთხვევაშიც ალბათ ესე იქნება. ან ის კალბატონი დანიგანი, ვინც ახლა არის ელჩი საქართველოში, ის ადეკვატურ პოლიტიკას გაატარებს. რაც შეეხება ევროპელებს, ევროპელების საშველი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მე ხას უსმევ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, საქართველოს კი არა, უკვე რამის ტრამს დაუპირისპირდნენ. ფრანგები, გერმანელი ცუდი ნათქვამია, საფრანგეთის სახელმწიფო რესპუბლიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ასე შემდეგ. მერე მათი ამსონები, მაგალითად როგორც არის პოლონეთი, ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა, სკანდინავიური ქვეყნები, რომლებიც იქადნებიან, რომ კალინინგრადის ზონაში რუსულ გემებს თუ არა დააკავებენ, შეიძლება ჩაძირონ კიდეც და მოკლედ არის ერთი სიგიჟე. და ამ დროს ყველა მიცის რა, რომ ამერიკელების გარეშე ევრო გაერთიანებას ფაქტობრივად რეალური ძალა არ აქვს. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თავისაც ცდილობენ და არ არის გასაკვირი, რომ თბილისშიც ევროპელი აქტივისტები აქტიურობენ ბუდიში ტავტოლოგიისთვის, მაგრამ ესეა. და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ მართლა დიდი ფუფუნება ამჟამად აი ამ არეულ ქვეყანაში, ამ არეულ სამყაროში, როცა საქართველოზე ნეგატიურ კონოტაციაში არავინ საუბრობს, რომ დავუშვათ ჩვენზე არც ბაზები, ჩვენს გარშემო არც ბაზები უნდა უბრალოდ არის მოხსენებული, არც სატრანზიტო სამხედრო ხაზი არ გადის, მე გულისხმობ დავუშვათ როგორც იყო მცდელობა ევროპული შეიარაღებისა სომხეთის მიმართულებით, როცა საქართველოზე გაიარა, ეს ღარიბაშვილის პრემიერობის დროს მოხდა, მე არ ვამბობ, რომ ეს ღარიბაშვილის ბრალი იყო, ეს გეოპოლიტიკური ვითარება იყო ასეთი და ალბათ უნდა გაეტარებინათ.